მოგესალმებით. ზაფხულის ხელდღეებს ერთად ვატარებთ მხიარული განწყობით. და ამ მხიარულ განწყობაზე თქვენთვის ზრუნავს ბასტი ბუბუ. ჩვენთან ერთად ყოველი დღე ხალისიანი და მუსიკალური იქნება. მუსიკალური განწყობა თქულად არ გვიხსენებია. დღეისათვის არაჩვეულებრივი რეპერტუარი შეარჩია ბასტი ბუბუს შემოქმედებითმა ჯგუფმა თქვენთვის. ჩვენი სტუმრები დღეს იქნებიან სალომე გოგიაშვილი და კომპოზიტორი ლელა მაქარაშვილი. მოგესალმებით ლელა. გაგვახარეთ თქვენი სტუმრობით. ბასტი ბუბუს გარშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია და ეხლა მეც რომ მომიწვიეთ, მადლობა მინდა მოგახსენოთ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან დიდი სტიმული მომეცით, რომ თქვენი ლამაზი ბავშვებისთვის, ნიჭიერებისთვის, ესეთი მშვენიერი ბავშვებისთვის შევქმნა სულ ახალ-ახალი სიმღერები. რომ გაგვანებიო თქვენი სიმღერები. აუცილებელია ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით ყოველთვის კომპოზიტორებისაგან ახალ სიმღერებს და არამედ ჩვენ ბავშვები ველოდებიან და იცით ძალიან გვიხარე რომ ჩვენთან მეგობრობ და ჩვენს იუბილეზე გნახეთ და რომელ პროექტს აჩუქეთ თქვენი გული. საოცარი ენერგიის პატრონები ხართ, მე გავაუბრუნდი, იმიტომ რომ ეს წარმოჩენილი, რა თქმა უნდა, მე ყოველწლიურად ვადენებდი თქვენს მუშაობას თვალყურს, მაგრამ ერთბაშად აი ამ ხელა მასალა წარმოჩენილი იყო, მე აი ახთოვანებას ვერ ვფარავდი და ჩემი პატარა გოგონაც იყო მეგობრების და ყველა გაოცებულები ვიყავით და რომ მქონოდა 20 გული 20-ს ყველა სათითაოდ რა თქმა უნდა ვაჩუქებდი, მაგრამ მინდა რადგანაც მაინც ის 2000 წელიწადს როდესაც ბასტი ბუბუ ყველასათვის ესეთ პროექტს ახორციელებს და ჩვენ რაღაც ჩემმა პატარა გოგონამ მას აჩუქა ჩვენი გული. ხის თუ მიადებ ლოყაზე და ეტყვი სიტყვას ყველაფერს გაიგებს. Basti bubu, basti bubu. ალბათო ლელა, თქვენი სიმღერები შეიყვარეს ბავშვებმა, განსაკუთრებით ბასტი ბუბუს სტუდიის ბავშვები, ყოველდღიურად უსმენენ, შეიძლება ასე ითქვას. მე მაინტერესებს ის საიდუმლო, როგორ ახერხებთ ასეთი სახალისო სიმღერების დაწერას? ხშირად ეს სიმღერები, რომელიც შექმნილა ბავშვებისთვის, იგივე ბავშვებიდან მოდის იმპულსი. და ეს იზიწერება რაღაცა უცებ, რაღაცა 5 წუთში, რაღაცა წამიერად თითქმის და რაღაცა ისე რჩება. ხო, ჩაგორება რა თქმა უნდა ისე ბავშვები არიან. სხვაჩვენს ჩვენ როდესაც ვემზადებით კომპოზიტორებთან შესახვედრად, ბავშვები თვითონ ირჩევენ ხოლმე სიმღერებს. და თქვენ სიმღერებზეც ასე მოხდა, სწორედ ბავშვებმა აირჩიეს რამდენი სხვა პირველი სიმღერა რომელია? პირველი სიმღერა ეზო და ბიჭებს გადაჭმული კაცის კნუდი დაიძახის თანუნებო შეიძინებ ბატი ბუდი ხმაკი კინა მე ვარ კრავი ბაკი ბუკი ბაკი ბუკი გამოყავით გალეცად შეიძინებ ბატი ბუდი დასცინიან თაგუნები ზუძუნებმა
სიმღერა რაღაც მართლა 5 წუთში დაიწერა, ვიყავით ქალაქ გარეთ. რაზეც გადავშალე წიგნი, გადაიშალა ერთ-ერთ ლექსზე და უბრალოდ პირდაპირ რაღაცა წამოვიდა ეს სიმღერა და მიმღერე ჩემთვის გიტარის თანხლებით. მეორე დღეს არც მახსოვს, საერთოდ არ მახსოვდა, ალბათ და ამ დროს კეთი ღიღინებს თავიდან ბოლომდე. და ვიფიქრე რომ რახან ესე იგი მას დაამახსოვდა, სასწრაფოდ მოვიმარჯვე, არ მქონდა არც სანოტო ფურცელი, არაფერი, დაფხაზე რაღაცა წითელი პასტა ვიპოვე, იქ რაღაცა ჩავწერე და აი ესე სადღაც იზნაგლეჯი დღესაც ამაქვს იმით რელიკვიად, რომ რაღაცა ესე რახან ბავშვს დაამახსოვდა და გადაარჩინა, ასე ვთქვათ, კეთი მე სიმღერა ჩემთვის, ბავშვებისთვის, ისიც მინდა აღნიშნო, რომ თქვენი ჩანაწერი და ეს სიმღერა გავიტანე კონკურსზე და მიიღო ჯილდო. მე მოგეხსენებათ გოგოების მამა ვარ, ხო? ასე თუ ისე ვიცი გოგოების და ჩემი შვილების მათ შორის ოცნებები, მათი სურვილები. ხო და მე თახვები ყველა გოგონა პრინცესობაზე ოცნებობს და მე ვწევი ის საინტერესო ვარ ესე. ჩვენმა ბავშვებმა არჩეს თქვენი სიმღერა. მინდა ვიყო საიდუმლოს გაგანდობ, რამდენჯერ მიფიქრია, შვიდი ჯუჯას ხაპაში, მინდა ვიყო ფიფქია. ხიარული ჯუჯები, რა კარგები არიან, მათთან ერთად ხტომა და ცეკვა მინდა ძალიან. ლა 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 ლა. Jabba jubba jabba jubba jabba jubba jabba jubba jabba jubba. Სწავლითი სიმღერებს, ცეკვებსა და თამაშებს, ერთად შევუკერავდით ნაი-ნაი გამაშებს. ერთად მეყოლებოდა, შვიდი ჯუჯა წამიყო, ამათვის ვიქნებოდი ხიარული დაიყო. ლა 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 ლა. Jabba jubba jabba jubba jabba jubba jabba jubba jabba jubba jabba jubba. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიმღერის შექმნის ისტორიაც რაღაცას ზღაპარს გავს. ну ესეთი ზღაპარია, ჩემი ეხლა რო უფროსი არის, მაშინ პატარა რო იყო, უყურებს ფიფქიას და შვიდ ჯუჯას. და ну ეს რაც არ უნდა მოხდეს, ირგვლივ არაფერი არ ესმის და იმ მთელი არსით არის მამის ტელევიზორში შეძვრეს. და მე ვიფიქრე, რომ ალბათ ყველა ბავშვისთვის ესეთი საოცნებო არის ეს რაღაცი აღმოჩენა და მით უმეტეს მაშინ იყო ფიფქია და შვიდი ჯუჯა და რატომ არ შეიძლება ყოფილიყო ესეთი სიმღერა და ესეთი ემოცია გამომეხატა, რომ ბავშვმა იგრძნოს, რომ ამ სამყაროში არის და რაღაცა ეს მიბიძგა, რომ ეს სიმღერაც ესევე ამ ემოციით დაიწერა. ბასტიბულში გვაქვს ერთი ჯადოსნური დეტექტორი, რომელიც ადგენს სიმღერა კარგი სიმღერაზე ამ დეტექტორმა. დადებითი პასუხი მოგცა. ამ დადებითი შუქი აანთო. რა საინტერესო დეტექტორი მოდიო. ასეთ კარგ სიმღერებზე, ესე იგი, იღება კლიპებს ვიღებთ და შოუ წარმოდგენებიც ითქმება. კიდევ ერთი თქვენი სიმღერა ღრუბელი. სხვათა შორის კლიპიც გადავიღეთ ამ სიმღერაზე. ჩემთვის ფიქრობ ათას რაღაცას, მაშინ როცა ვაგვირდებიცა. აღნიშნავ იმ პროექტს, როდესაც კომპოზიტორებთან 2003 წელს ბასტიბობუმ დაიწყო ეს პროექტი. თხოვეს, რომ მე შემექმნა მელოდია, რომელსაც შექმნიდნენ სიმღერას. ანუ ეს სიმღერა უფრო თქვენი შექმნილია, ბასტიბუბუს შექმნილია, უბრალოდ ჩემი არის მელოდია, ჰარმონია და ეს მუსიკალური მასალა. და რომ მოვისმინე აი მართლა ავტომატი რომ როგორ შეიძლება რაღაცა თან საოცნებო გახადო ისედაც თქვენ ყველას ოცნებას უხდეთ. ლუგიცა და თეთრი რუბლები გამარჯობას რომ მეუბნები რუბლი და თუნია იდან მინაცელს ჩემთან დამოდი ვეუბნები მე აინა ჰეითი ჰედა რუბლის ხელს თითქოს გასის ფთებს გადაუყრებს ფთებს აი
დიდი მადლობა ლელა სტუმრობისათვის და გვიხარია რომ თქვენაერი ასეთი კარგი და პროფესიონალი მეგობრები გყავს ჩვენ ბასტიბულს. და ერთად ძალიან დიდ საპასუხისმგებლო საქმეს ვაკეთებთ ბავშვებისთვის დამეთანხმებით. გეთანხმებით მე შემიძლია დაგემხოთ იმაში რომ თქვენ ბასტიბულ ყველა ის მონაწილე ვინც აი ესე ძიმს უწყობს ბავშვებს მშობლებსაც საოცრებას ატრიალებთ. აი ბასტიბულს სახეთ აი ამ სიტყვის აი ამ იმის ხსენებაზე ჩვენს ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ესეთი კარგები ხართ. დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის მადლობთ. ბედნიერად. საზაფხულო განწყობა და ხალისი გრძელდება. სალომე გოგიაშვილ შვილებთან ერთად მაშიკოსთან და ციბუკასთან ერთად ველოდებით ბასტიბუბუში. სალომე გვიხარია რომ გვესტუმრებ. მოგესალმებით. მოგესალმებით. არაჩვეულებრივი სტუმრები ყავს. ძალიან გვიყვარხართ და მოგვენადრეთ. სხვათა შორის ჩვენ შეგნიშნეთ ჩვენ საიუბილეო კონცერტზე და ვაიმე, საინდა დაგვინახეთ ალბათ, ხო? ისევ აქტიურობთ. ყველას ვხედავდი და თქვენ აქტიურობდით, კი? აქტიურობდით. ბასტიბუბუს ულოცავ გამარჯვების დღეს. დავიდა, ერთად. ბასტიბუბუს ულოცავ გამარჯვების დღეს. ბავშვები ხო ძალიან გაერთენ, მაგრამ მე გავერთე ძალიან, მაგრამ იმიტომ რომ ყველა ჩემი მეგობარი მონაწილეობდა, მომღერალი ძალიან ლამაზად იყო ახლებურად განახლებული სიმღერები და იყო ისეთი ლამაზი გემრიელი შოუ კონცერტი. მაშო რომელიმე სიმღერა ხო არა განსაკუთრებით რო გიყვარს? კი. მე ვიტყვი, ბიონსე უყვარს ძალიან და ხო და ბიონსეს სიმღერას ვღერის. ხა ოღონდ არ გთხოვეთ რომ იმღერას ხა. მოდი ვაშკაც ვკითხოთ ახლა. მოდი. სიბუკა შენ გიყვარს სიმღერა? არა. სიმღერა არ გიყვარს. ცეკვა არ ცეკვა ხოლმე სახლში. არა. აბა რა გიყვარს ეს მითხარი? თოფები. თოფები ბიჭია რა თქმა უნდა. ციბუკა არ ყვება ერთ ფაქტს რომ მაშკა დადის სიმღერაზე ღერის და ციბუკაც ღერის ხო და? მასკას სათამასოები მაქვს, მეც სათამასოები. თან კარგი. და რომ ღერი ხარ, რატო არ ყვები მაგას? არ მინდა. კარგი სიმღერა რო იცი აუკაზე. არ მინდა. ბასტიბუბუში ბავშვებს ძალიან უყვართ სიმღერა და თანაც სულ ნოტებზე მღერიან. გაზაფხულის მიავმა ამიწეცათმა სასალ პასალტო საიდუმლო ნედავის გავანდო სასალასაფა ჩემ ჩანთაში ენძელებს რამდო და რა Sol, fa, sol, do. Uzeb gadis romima, simdis seona, quamdis na quamdis. Si sol, la sol, fa. Ditrem le bagubeli dam gelatma. Si sol, fa, sol, do. Tira la rubelo rasticro Si sol la sol fa Shentus khaz gauri mera undakna Si sol fa sol do
კიდე რა გიყვარს? ფეხბურთი გიყვარს და ვინ გამოხვალ დიდი რო იქნები? ვინ უნდა გამოხვიდე დე? როგორი ფეხბურთელი უნდა გამოხვიდე? წითელი ფეხბურთელი რატო უნდა გამოხვიდე? ეგ გაინტერესებთ, იმიტომ რომ თან ფეხბურთელთან ერთად უნდა იყო სპაიდერმენი. გასაგებია. სალომე, ესე საიუბილეო კონცერტს მინდა დაუბრუნდე და თუ საიდუმლო არ არის, აი, თქვენი გული რომელ პროექტს აჩუქეთ? თავდაყირას. იმიტომ რომ პირველები იყავით თქვენ, ვინც მოგვიწვიეთ, უბრალოდ მე მომიწვიეთ შვილებთან ერთად და ეს იყო განსაკუთრებული დღე ჩვენთვის და ისედაც ძალიან უყვართ ჩემ შვილებს ეს პროექტი. ამიტომ სიამოვნებით ციბუკამაც, მეც და მაშკამაც დავაკარით გული პროექტ თავდაყირას. იალებს და საკანელად რეალებს და ინოლა გურგულიას ეს სიმღერა განსაკუთრებით უყვართ ფასტიბულში. ზაფხული მოვიდა და თქვენი საზაფხულო გეგმები მაინტერესებს. საერთოდ მივიდივართ ხოლმე ზღვაზე. და ზღვაზე ვისვენებთ ხოლმე, ამიტომ ტრადიციას წელსაც არ დავარღვევთ და წავალთ სადმე საზღვარგარეთ, სადაც კარგი სანაპიროა და ისეთი პირობებია, სადაც ბავშვები უფრო გაერთობიან. ბასეინია და ცამოსრიათი. ყველაფერი კარგად იქნება თუ ამინდიც ხელში შეგვიწყობს და ძალიანაც არ დაცხა. და თუ დაცხა, ისე სხვათა შორის ჩვენ შხაპუნა წვიმის მოყვანა შეგვიძლია. მოიყვანოთ. მიდი. This
მაინტერესებს რაიმე ისეთი თამაში თუ გაქვთ, აი მთელი ოჯახი რო თამაშობთ ხოლმე და ხშირად თან. მთელი ოჯახი რას თამაშობთ ხოლმე? დახუჭობა. დახუჭობა, ხალხი თუ ხართ ძალიან ბევრი ვართ და ისეთ საინტერესოა ხოლმე საფრთხე. რა გაქვს? აიპადი გაქვს? წინ წავიდა ტექნიკა რაღა დახუჭობა და აიპადი გქუჭაში. ყველაზე ხშირად. და სად იმალებიან ხოლმე ბავშვები? როდესაც სახლში თამაშობთ, ბუნებაში გასაგებია. სახლში როდესაც თამაშობთ, ნუ ციბუკა ისეთი ზომა რო ყველგან ეტევა. უჯრაში მაგალითად. უჯრაშიც. ხო ციბუ? დიდ უჯრაშიო. დიდ უჯრაში ყველგან ეტევა. რელას ოთახში არის ვეტერინა. ეს ოჯახური აფეთქება. და მასკა უფრო სერიოზულ ადგილებში. ანუ დიდხანს ეძებ ხოლმე? დიდხანს ეძებ ხოლმე, კი. იცით რომ ბასტიბუბუშიც უყვართ ერთი ბუგი თამაში. გაინტერესებს? კი ძალიან. ნახოთ. მაინტერესებს აი ზღაპრების კითხვის ტრადიცია თუ გაქვთ ოჯახში? იცი რა არის ტრადიცია, ესე არ გვაქვს ხოლმე, მაგრამ უფრო ხშირად ხო უკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. აი მაშკა მე მეკითხავს ხოლმე, ციბუკაც მეკითხავს, კი. ციბუკაც გეკითხავს. კი. და შენ გაძინებენ ესე. ძირითადად ეს ხდება ხოლმე, პირველი მე ვიზიტებ და მე ბავშვები. და საყვარელი ზღაპარი რომელია მაშკო შენი? შენი ფიქრებაში თითქოს. და ციბუკა შენი? სპაიდერმენი. სპაიდერმენი. და სალომე შენ ბავშვობაში აი როცა პატარა იყავი, შენ რომელი ზღაპარი გიყვარდა? ან ნახატი ფილმი, არ ვიცი, მაგრამ ზღაპარი იყოს. და ყველაფერი რაც კავშირში იყო პრინცესასთან. ნუ რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თავი მეგონა რომ მეც პრინცესა ვიყავი და აი შთაბეჭდილებების ქვეშ მე სიამოვნებით ვიძინებდი ხოლმე. ძალიან მიყვარდა კაი და გერტა. ხო, რა დაძმის ურთიერთობა. დაძმის ურთიერთობა. აი ასე, ზღაპარი იყო, ზღაპარი ხო. თვარე ღამეს აცილებს, ლამაზის მარწაიღებს, გაწოწყდება ახალი, ჯადოსნური ზღაპარი, მომიფრინდა ფერია, მითხრა ნუ დაიდარდებ, ნატრაკი ხდებაო, ოღონდ მალე ინატრე. ზღაპარი ყორა ლამაზი იყო, ნეტა სულ პატარა იყო, რა ვუყოთ რომ თოვლი მალე ხდება, სასწაული კი ზღაპრებში ხდება. ზღაპარი ყორა ლამაზი იყო, ნეტა სულ პატარა იყო, სამწუხარო თოვლი მალე ხდება, ბავშვობა კი სიზმარივით ხდება. მინდა ვთხოვო ფერიას, ცოტა ვგიდე მაწალოს, ჯადოსნური ზღაპრების
გზები შემომატაროს სურვილი მაქვს ასეთი ნეტავა მიხდებოდეს ეს ბავშვური სიზმარი დიდხანს დამსიზმნებოდეს ხალხი ყორავა მასიყო ნეტა სულ პატარა ვიყო რა ვყოთ რომ თოვლი მალე ხდება სასწაული კი სხაფებში ხდება ხალხი ყორავა მასიყო ნეტა სულ პატარა ვიყო სამწუხარო თოვლი მალე ხდება ბავშვობა კი სიზმარივით ხდება ზღაპარში ყველაფერი ხომ კეთილ ამთავრდება ჯერა ჩემი ოცნებაც სწორედ ასე ახდება ეს ბავშვური სიზმარი როგორ უნდა აღწერო გავიზრდები ზღაპრები თვითონ უნდა დავწერო ხალხი ყორავა მასიყო ნეტა სულ პატარა ვიყო რა ვყოთ რომ თოვლი მალე ხდება სასწაული კი ზღაპრებში ხდება ხალხი ყორავა მასიყო ნეტა სულ პატარა ვიყო სამწუხარო თოვლი მალე ხდება ბავშვობა კი სიზმარივით ხდება დიდი მადლობა სალომე რომ გვესტუმრია არაჩვეულებრივ პრინცესა და პრინცთან ერთად აი ძალიან დიდი მადლობა ხო და იმ სითბოსთვის და იმ გულისთვის რომელიც გვაჩვენე ჩვენ პირიქით თქვენ ძალიან დიდი მადლობა ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა თქვენ მიყვარხართ ძალიან და მე ვფიქრობ რომ ეს გადაცემა არასდროს არ უნდა მორჩეს იმიტომ რომ მე მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი იმ დროიდან როგორი საყვარელია ყველა ბავშვისთვის დღემდე ხა გავიზარდეთ დღემდე ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებ თქვენ გადაცემას ასე რომ ძალიან გვიყვარხართ თქვენ კი ჩემოკარგებო დაიმახსოვრეთ რომ ბასტი ბუბუ თითოეული ოჯახის გვერდითაა და გჩუქნით სიყვარულით სავსე გულს ბასტი